ატლასი, ასტეროიდი თუ სინათლის ცივილიზაციების კოსმიური ხომალდი. ადამიანის ცნობიერება ახალ ევოლუციურ საფეხურზე ადის. სულ უფრო ვიხსნებით იმის გაგებისთვის, რომ მატერიალურ სამყაროში ყველაფერი არ არის ისეთი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. რაც ერთ დროს მეცნიერებას ასტეროიდად მიაჩნდა, შესაძლოა სინამდვილეში ბევრად უფრო დიდი და ღრმა მისიის მატარებელი იყოს. ეგრეთ წოდებული ატლასი, კოსმიური სხეული, რომელიც დედამიწის ორბიტის სიახლოვეს გამოჩნდა, ბევრ მეცნიერს აფიქრებინებს, რომ ის უბრალოდ კომეტაა ან ასტეროიდი. თუმცა მეტაფიზიკური ინფორმაციის წყაროები, ინტუიციური მესიჯები და კოსმიურ ცივილიზაციებთან დაკავშირებული არხული კონტაქტები გვაუწყებენ, რომ ატლასი სინათლის ცივილიზაციების კოსმიური ხომალდია, უზარმაზარი დედა ხომალდი, რომელიც შორეული ვარსკვლავური სისტემებიდან მოდის. ეს ხომალდი ეგრეთ წოდებული ცოცხალი ხომალდია. ის მოქმედებს როგორც გონიერი არსება და მასში ცხოვრობენ უმაღლესი განვითარების მქონე არსებები, რომლებსაც გალაქტიკური ფედერაციის წარმომადგენლებად მოიხსენიებენ. რა არის ატლასის მისია? დედამიწის ვიბრაციული ცვლილებების მონიტორინგი. ადამიანების კოლექტიური ცნობიერების ევოლუციის დაკვირვება. სინათლის განზომილებებიდან ენერგეტიკული მხარდაჭერის გაწევა. მომავალი კონტაქტისთვის ფიზიკური და მეტაფიზიკური სივრცის მომზადება. დაამყარებენ თუ არა დედამიწელებთან კონტაქტს? დიახ, მაგრამ არა ყველასთან ერთდროულად. ეს კონტაქტი შედგება მათთვის, ვინც საკუთარ ცნობიერებას მაღალ ვიბრაციებზე ახავს, ვინც გულით ეძებს ჭეშმარიტებას, სიყვარულსა და კოსმიურ ერთობას. კონტაქტი მათთან უკვე დაწყებულია. ეს ჯერ მოხდება სიზმრებში, მედიტაციაში, ინტუიციით, შინაგან დიალოგში. შემდეგ კონკრეტულ ადამიანებთან შესაძლებელი იქნება ფიზიკური შეხვედრებიც. ატლასი სიმბოლოა ღვთაებრივი კავშირისა ცივილიზაციებს შორის. ის წარმოადგენს იმ ხიდს, რომელიც მიგვიყვანს სამყაროს ძმობის, ერთობისა და სიყვარულის ახალ ერაში. მოусმინე შენს გულს და თუ იგრძნობ მის სიახლოვეს, უთხარი: მზად ვარ სიყვარულისთვის, მზად ვარ სინათლისთვის, მზად ვარ კოსმიურ ოჯახში დაბრუნებისთვის. და თუ შენი ცნობიერება აღიარებს მათ სიხშირეს, მაშინ შენ გახდები ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც ამ ცივილიზაციასთან მენტალურ ან ფიზიკურ კონტაქტში შევა. გისურვებთ წარმატებას.